მოგესალმებით. კვლავ შინაურულის მარტივი რეცეპტების არხიდან. დღეს მოგიტანეთ ჟოლოს უგემრიელესი, ლამაზი შეფერილობის და არომატული ჯემი, რომელიც აუცილებლად უნდა სინჯოთ. შინაურულის არხზე არის ჟოლოს არაჩვეულებრივი მურაბის რეცეპტიც, ასევე ჟოლოს ტორტის რეცეპტიც, რომელიც აუცილებლად ნახეთ. მას ასე 1 კილოგრამ გარეცხილ ჟოლოს დავაყაროთ 500 გრამი შაქარი და გავაჩეროთ 2-3 საათის განმავლობაში. აი ასე წვენი გამოუვა და შემდეგ დავადგათ საშუალო ცეცხლზე. ვადუღოთ დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში, ხოლო შემდეგ კი გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევაგრილოთ. 30 წუთის დუღილის შემდეგ ქაფი თითქმის გაუქრება. შეგიძლიათ ქაფი მოხადოთ, ან სულაც არ მოხადოთ, მაინც ჯემი იგივე გამოვა. ცალკე აუცილებლად აღსანიშნავია დუღილის პროცესი, რომლის დროსაც სახლში საოცარი სურნელი ტრიალებს. როცა გადმოვდგათ ცეცხლიდან, ცხელივე მასა დავაბლენდეროთ ხელის ბლენდერით. თუ ხელის ბლენდერი არ გაქვთ, უბრალოდ საცერში გაატარეთ და მიიღებთ იგივე ფაფისებურ მასას. ამ შემთხვევაში მე დავაბლენდერე, ხოლო შემდეგ ასეთ წვრილ საწურზე გავწურე. იმისათვის, რომ ჩვენს არაჩვეულებრივ ჯემს არ ქონდეს ჟოლოს კურკები. მიღებული სქელი ფაფისებური მასა გადავასხათ ქვაბში და ავადუღოთ 5-10 წუთის განმავლობაში, ხოლო შემდეგ კი ცხელივე ჩავასხათ სტერილიზებულ ქილებში და მოვხუპოთ და უგემრიელესი ჟოლოს ჯემი მზად არის. შინაურულის არხზე არის სხვა მურაბებისა და ჯემის რეცეპტები, სპეციალურ ალბომში კონსერვები. დღეს კი ამით გემშვიდობებით. მადლობა რომ გიყურეთ. მომავალ რეცეპტამდე.